მუსიკალურ სივრციდან საგანმანათლებლო სივრცეში შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა ჩავერთოთ დღეს 4 შაბათია, ამიტომ გთავაზობ ტრადიციულ რუბრიკას და ამ ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეიკო ანჯაფარიძე გველოდება. თეიკო, დილამშვიდობის. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დღეს ჩამიმყოფებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში. ვსაუბრობთ ერთ-ერთ საინტერესო კონკურსზე, ქართული კალიგრაფიის კონკურსზე, რომელსაც ეს ცენტრი ატარებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. სანამ უშუალოდ ჩვენ სტუმართან გადავალ კითხვებით, მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკურსი ტარდება წელს უკვე მეხუთედ და ყველაზე მცირეწლოვანი მონაწილე, რომელსაც ამ კონკურსში მიუღია მონაწილეობა, არის 7 წლის, ხოლო ყველაზე უხუცესი 91 წლის. აქვე მინდა ოპერატორს ვთხოვო, რომ გვაჩვენოს ერთ-ერთი მონაწილის მიერ შესრულებული ხელნაწერი და ეს არის მართლაც უნიკალური შანსი ყველა მსურველისათვის, ვისაც უყვარს ქართული ხელნაწერი, რომ მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა. თუ როგორ მიმდინარეობს მისაღები კონკურსი და რა არის ამ კონკურსის მთავარი მიზანი, ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ამის შესახებ. ჩვენი სტუმარი არის პროექტის კოორდინატორი ნესტან ბაგაური. დილამშვიდობისა, ქალბატონო ნესტან, და პირველ რიგში გითხარით, რა არის ამ კონკურსის მთავარი მიზანი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მართალი ბრძანეთ, რომ მეხუთედ სტარტდება წელს კონკურსი და მისი მთავარი მიზანი არის ქართული კალიგრაფიის ერთგვარად მივიწყებული და მიძინებული ხელოვნების აღორძინება და პოპულარიზაცია ლამაზი წერის კულტურისა მოზარდთაობაში, ასევე მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა. პირველ ეტაპზე ეს კონკურსი იყო გათვალისწინებული მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისათვის. შემდეგ იყო ძალიან დიდი ინტერესი. მხოლოდ სკოლის მოწაფეებისთვის იყო გამოცხადებული, თუმცა ბევრი საყვედური მივიღეთ და ამიტომ ზედაასაკობრივი ზღვარი სრულიად მოვსალეთ. თუმცა აიწია ქვედა ზღვარმა, მეხუთე კლასელებისთვის ეს აღმოჩნდა ცოტა რთული, ამიტომ მე-7 კლასი არის ქვედაასაკობრივი ზღვარი და შემდეგ 5 საკონკურსო კატეგორიაშია გაერთიანებული ყველა მსურველი. როგორ უნდა მოიქცეს მსურველი, რომელსაც უნდა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება? რა უნდა წარმოადგინოს, სად უნდა დარეგისტრირდეს და როდემდე აქვს მას ეს ვადა? კონკურსში მონაწილეობისათვის არ არის საჭირო დამატებითი რეგისტრაციის პროცედურები. მთავარი არის, რომ მსურველმა წარმოადგინოს 100-150 სიტყვა საშუალოდ ლამაზად ნაწერი ხაზგასმამ, რომ გადამწყვეტია კალიგრაფია. დეკორს თუ გააკეთებენ მით უფრო უგემოვნოს, ეს არ იქნება დამატებითი პლუსი. მთავარი არის კალიგრაფია. უნდა წარმოადგინონ მოსწავლეებმა რესურს ცენტრებში და მათი მეშვეობით მივიღებ ჩვენ, ხოლო სხვა დაინტერესებულმა პირებმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში ალექსიძის 1 წილადისა. როდემდე აქვს დრო და თუ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა შინაარს? შინაარს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და უნდა წარმოადგინონ 14 ნოემბრამდე ცენტრში. წელს გვაქვს გარკვეული სიახლეები, ამასაც დავამატებთ თუ შეიძლება. ჩვენ წელს ვიღებთ კონკურსში მსურველებს, მათ შორის ვინც საქართველოში ცხოვრობენ სხვადასხვა მისიით, დიპლომატიური თუ ბიზნეს ინტერესების გამო არიან უცხოეთის მოქალაქეები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა კონკურსში ჩავრთოთ შეზღუდული შესაძლებლობის პირები და გარდა ამისა წელს პირველად მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მსურველებიც. წარმატებას გისურვებთ, შევახსენებთ ჩვენ ტელემაყურებლებს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში, ჩვენ ვიმყოფებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც ინახება უნიკალური დოკუმენტები, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორია, ასე რომ minda რომ მოგიწოდოთ თქვენც და ჩვენ ტელემაყურებელსაც ჩაერთონ აქციაში და ერთად მოუაროთ ხელნაწერებს. დიდი მადლობა თეიკო, 9